ის რაც გუშინ ბრიფინგზე მოისმინა, საქართველოს ეს იყო სრული ბოდვა ბაჩო ახალაიას ცოლი პირველ კომენტარს აკეთებს. ანინა დარეიშვილი ამბობს, რომ სუს ახალაიას ტელეფონი იდენტიფიცირებულიც არ აქვს. მისი თქმით, უწყება მარც ის იცოდა, ვინ ცხოვრობდა მის სახლში. ნადარეიშვილის თქმით, ახალაია რამდენიმე კვირის წინ პოლონეთში ემიგრაციაში დაბრუნებას აპირებდა, თუმცა საზღვარზე არ გაუშვეს. სუსი ამტკიცებს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი 4 ოქტომბრის მოვლენების მთავარი ორგანიზატორი იყო. ამერიკის შეერთებულ შტატებში სხვადასხვა დანაშაულისთვის დაკავებულ უარესთა შორის უარეს უცხოელებს შორის ორი ქართველიცაა. უსაფრთხოების სამინისტრომ გამოაქვეყნა ქვეყანაში დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების სია, რომლებშიც ქართველები მარიხუანას გაყიდვისა და ნარკოტიკების ფლობისთვის არიან მსჯავრდებულები. მასაში ყველაზე მეტი 85 რუმინეთის მოქალაქეა. ტრამპი ადასტურებს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ნიგერიაში ISIS-ის პოზიციებზე იერიში მიიტანა. გავაფრთხილე ტერორისტები, რომ თუ ისინი არ შეწყვეტდნენ ქრისტიანების ხოცვა-ჟლეტას, ჯოჯოხეთური სასჯელი ელოდათ და დღეს ღამით ასეც მოხდა, თქვა ამერიკის პრეზიდენტმა. უკრაინელებმა რუსეთში ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს. შეტევა დრონებით განხორციელდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო თავდასხმას ადასტურებს, თუმცა ამტკიცებს, რომ ობიექტები დაზიანებული არ არის.